გემრიელად მიირთვი, ძმაო. აქ თავისუფალია ადგილი? გამარჯობა ლუნა. ხო, დაჯექი. გუშინ კარგად ასწავლე ჭკუა იმ კალათს ბურთელებს. ხო, სწორედ ეს დაიმსახურეს მათ. ნახეთ ბიჭებო, ჯადოქარი აქ არის. რატომ იცომს ყოველთვის შავებს? ეს ისეთი საშინელებაა. ის ჯადოქარია და ყველა ჯადოქარს უყვარს შავი. ეს სისულელეა. ჩემს მეზობელს უყვარს შავი ფერის სამოსი და ის ასევე ჯადოქარია. ხომ გითხარი რომ მოჩვენებები რეალურია მეთქი? ეს მართალია. მე თვითონ ნახე ის ჩემი თვალით. ლუნა, ეს რა არის? ეს ხმელი ბალახია. მზეს უმძირას გავს, მაგრამ ესენი ბევრად უფრო გემრიელია. გემრიელია? აჰა, გინდა გასინჯო? არა, მადლობა, მე უკვე დავკარგე მადა. კამილ ძმაო, შენ საუკეთესო რეპერი ხარ. ხელი მოაწერე ჩემს მაისურს. გულშემატკივრები ვართ. მთელი კამპუსი შენზე ლაპარაკობს. ახალვე ბიჭებო, არაა პრობლემა. შუბლზე მომაწერე ხელი, გთხოვ რა, რომ ყველამ დაინახოს. მარკერი არ წერს. მომეცი? აი ახლა ცადე, აბა. აიღე. მადლობა ძმაო. მე არ მესმის. ლუზერები აქ არიან კამილის ავტოგრაფის მისაღებად? კამილ, ხელი მოაწერი ავტოგრაფს. სულელი ბავშვები. ეს ყველაფერი ხუჭუჭას ბრალია, ბენს, ყველაფერი მანქნა, ასე რომ მე შემიძლია ის დავიჭირო და ძალიან მაგრად ამოვარტყა ჩემი ჯოხი მორჩა. ავტოგრაფების სერია დასრულებულია. დილან, რა ხდება? ჩვენ დავითვლით 3-მდე. თუ ახლავე არ წახვალთ აქედან, ძალიან ცუდად გექნებათ საქმე. 1, 2, 2.5, 2 და მე-4, 2 და მე-8, 3. რა იყო, შენ ვერ გაიგე? ჩვენ რა ვთქვით, რეპერო? რა გაქვს ჩემი საწინააღმდეგო? მე გავიმარჯვე ამ ბრძოლაში და ყველა მიცის ეს. შენ სამართლიან არ მოგიგია, ყველაფერი ლუზერების გამო მოხდა. ბიჭებო, ნახეთ, ჯადოქარი ბალახებს ჭამს. სულელები. რა სუნია? ლუნა, რატომ არ ხარ კლასში? ზარი უკვე დაირეკა. იმიტომ რომ ბალახებს ჭამ. კამილ, მოიცადე, უნდა დაგელაპარაკო. მენდი დრო არ მაქვს, შენთან სალაპარაკოთ. გაკვეთილზე მაგვიანდება ახლა. ზარი უკვე დაირეკა. მაქს, ხომ არ გინახავს ხელბორკილების გასაღები? ბორკილები გავიკეთე და მე ვეღარ ვიხსნი მათ. არა, მე არ მინახავს ისინი. მაქს, რატომ ტირი? მე არ ვტირი, უბრალოდ ტრის ლაქა ჩამივარდა თვალში. ხედავ რომ ტირი ხარ, მაქს. მოზარდება ხო არ გაწყენინეს რამე? არავინ მაწყენინა, მე მხოლოდ ჩემს გვერდს ვათვალიერებდი და ჩემს ყოფილ შეყვარებულს გადავეყარე. მაქს, რა გჭირს, გოგო ხარ? შეწყვიდე ტირილი გოგოების გამო. დიდი ბიჭი ხარ. ხო, კარგი, მე უკვე კარგად ვარ ახლა. კარგი, ახლა ადე კიდე გაიმეორე ჩემთან ერთად. მე მაგარი ბიჭი ვარ. კიდევ ერთხელ, მე მაგარი ბიჭი ვარ. კიდევ, მე მაგარი ვარ. ეს კარგია. ახლა გაიმეორე. ყოფილებო მოშორდით. ძმაო, აი, ეს ის მაქსია, რომელსაც მე ვიცნობ. ხომ არ გინახავს ხელბორკილების გასაღებები? ჩაკ, შენ რა, ჭკუაზე ხარ? რატომ დაიბი თავი? იცოდე გაკათავისუფლებს სამსახურიდან. მე არ მჭირდება ბენსის სურათი ჩემს კარადაში. ლორა, შენ შეყვარებული სურათი დახიე? დიახ, მან ეს დაიმსახურა. ვაიმე, ბენსმა რომ გაიგოს ძალიან გაბრაზდება. გამარჯობა გოგონებო. გაბი, ახალი პომადა გაქვს? ხო, ახალი პომადა მაქვს. შენ რა, ახალი ტოპი გაქვს? ეს ძველი დედაა. როგორ არის ჩემი კარამელი? მე არ მესმის, არ გინდა ჩემთან შეხვედრა?
ბენს შენი ტუჩები ძალიან მოენატრა. ბენს, შენ იცი? ლორამ ჩამოგლიძა შენი სურათი სათავსოდან. რა? ლორა, რა ჭანდაბაა ეს? სად არის ჩემი სურათი? ბენს, მე შენი კარამელი აღარ ვარ და შენი სურათი აღარ დევს ჩემს კარადაში. შენ მე მთელი კამპუსის წინ შემარცხვინე. ლორა, ეს ყველაფერი იმ ბრძოლის გამო მოხდა? მე ეს განზრახ წავაგე, რადგან ის პატარაა და მე მშობლები მასწავლიდნენ რომ პატარებს უნდა დავუთმო. ბენს კამილი რომ ეცემა, კამილი მასწავლებელ ბანკს შეჩივლებდა და ჩვენ კამპუსიდან მოგვიწევდა გარიცხვა. დიახ, ეს ჩვენი გეგმა იყო. ლამაზი ტოპი გაქვს, გაბი. მადლობა. შენი უაზრო გამართლებები სასაცილო ჟღერს. ბენს, მთელი კამპუსი დამცინის მე და შენ. ნამდვილი ლუზერი ხარ. მე არ ვარ ლუზერი. მე ვარ კალათბურთელი და ყველაზე მაგარი ბიჭი მთელს კამპუსში. იცი ვინ არის ყველაზე მაგარი ბიჭი კამპუსში? კამილი. მან შენ დაგამარცხა. თუ ის ძალიან მაგარია, წადი მასთან და ბენსის სხვა გოგოს იპოვის. ის ბევრად უკეთესი და უფრო მაგარი იქნება. მადლობა რჩევისთვის, ბიჭო. ახლავე წავალ და ვთხოვ მას, რომ ჩემი მეგობარი ბიჭი გახდეს. ის მხიარული, მამაცი და გასაოცარია. ასეთ ბიჭს საუკეთესო გოგო ეყოლება. ის შენ მუცლამდე ძლივს გვწდება. და შენ რაში გაინტერესებს ეს? წამოდი გაბი, წავიდეთ. დენს, რა გააკეთე? ვინ გითხრა ამის გაკეთება? დაეთავის კამილთან წავიდეს. ის მაინც არ შეხვდება. რა გაფიქრებინებს რომ ის ლორას არ შეხვდება? სულელო ბიჭო. კამილ, შენი ვიდეო 8 მილიონმა გოგომ ნახა. როგორ შეიძლება 8 მილიონმა გოგომ ნახოს მარტო ვიდეო? ეს ასეა, ძმაო, 8 მილიონი გოგოა. ბიჭებო, ნუ ჩხუბობთ. მაყურებლებმა თავად დაწერონ კომენტარებში ბიჭი ან გოგო და ჩვენ შემდგომ დავითვლით მას. ამილი აქ არის. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა გოგოებო. კამილ, მოვედით რომ მოგილოცოთ. გამარჯობა. კამილ, გოგოები შენ გიახლოვდებიან იმის გამო, რომ გუშინ კალათბურთელი დაამარცხე. გოგოებო, სად არიან თქვენი ბიჭები? ისინი ჩვენი ბიჭები აღარ არიან. დიახ, ჩვენ არ გვიყვარს ლუზერებთან ყოფნა. კამილ, გილოცავ. შენ ახლა ხვდები კამპუსის საუკეთესო გოგოს, ანუ მე. შენ? ხო, აბა? ნაის, ლორას სურს ჩემთან დაახლოება. სიზმარია თუ რა ხდება? მიჩქმიტე. ეს არ არის სიზმარი. ლორა კამილს უერთდება და შენ არ გინდა ჩემთან დაახლოება? მე მოვიფიქრებ. აბა, რა ხდება კამილ, თანახმა ხარ თუ არა? ო, კამილ, დაეთანხმე. დიახ, თანახმა ვარ. ეს შესანიშნავია. მთელ კამპუსს უნდა ვუთხრათ ახალი ამბავი. აბა, ნახვამდის. ხანდახან ვფიქრობ, რომ ლუზერებს ტვინი საერთოდ არ აქვთ. რატომ ურტყამენ ისინი ერთმანეთს უკანალში? გამარჯობა. ამინა, ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. შეიძლება არ გესიამოვნოს, მაგრამ შენი ძმა ახლა ლორას ხვდება. რა? რა ჯანდაბა ხდება? ლორამ უბრალოდ გადააგდო ბენსი და თქვა, რომ მისი ახალი შეყვარებული კამილი იქნება დღეიდან. არ მჯერა. რაღაც არასწორად გაიგეთ ალბათ. არა, შენ სწორად მიხვდი. კამილი და ლორა ახლა წყვილი არიან. Call me Bucky, lucky that I'm innocent. If I didn't have no morals, I'd be menacing. How about nigga rapping conscious but he ignorant? How he from the hood but still gon' go legitimate? How he fuck a bunch of but they still respect the women? He still rolling in Sonata, he just got the windows tinted. Homie stabbed me in the back and that can never be forgiven. And my palms been itching, man, I like your superstition. You can't have my phone number unless we running up the digits. Let me meditate, I just need a couple minutes. შეიძლება ერთი წუთით დავილაპარაკოთ? მითხარი რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა. ამინა, არ ხუმრობ. ლორა ახლა ნამდვილად ჩემი შეყვარებულია. შენ რა შეიშალე? ის შენ სიმაღლეს ორჯერ აღემატება. შენი ძმა სრულწლოვანია. მე თვითონ მივხედავ საქმეს. ჩვენს მშობლებს ვეთყვი, რა გესაქმება ლორასთან? უთხარი, ისინი მაინც არ დაგიჯერებენ. წავიდეთ აქედან. კარგი, წავიდეთ.
ამინა, გონი შენი ძმა გაგიჟდა. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. So I probably get the steak. Going out at John and Venice. I told Quinn and I'll be late. Ay, I'm so epidemic. I'm a causing epidemic. Put my feet up in the building. Feeling like a tenant.